კარგი, ბატონაკაკი განაცხადოთ, თქვენს როგორც პოლიციის უფლებებს და მოვალეობებს, თქვენ უფლება გაგიცოდეთ, დასაწყისთან მიმართებით ხართ გამოცხადებული უფლებების სიტყვაზე. სასამართლო განკეთეთ გადმარტება, უფლება გაიცნოთ, თქვენი მონაწილეობის ჩადარების სიტყვასს მოიხსენებაში შეშფოთების დაავადებების შედეგად უფლება არ მისცეთ დანაშაულის ჩადარებაში თქვენი ან თქვენი აპონენტის მასწავლებელი ჩვენება ვალდებული ხარ გამოცხადეთ გამოცხადების დაგარებას დასამშვიდ კითხავს ამასთან გამხილებ ჩვენი მისცემაზე უარესებისა და ჩვენების ინიციატივის გადაგზავნებას ეს სამართლებრივი პასუხის მიღება და ვიდრე ჩვენებას მისცემთ ფიცისადების ვალდებულებას განიჭერთ კანონმდებელი რელიგიური შეგიძლიათ დაერჩიოთ ღმერთის ნაშენობის მოწაფებას ან რელიგიური იმავე შინაარსის გახვალ რელიგიური ელემენტების გამოკლებით თუ თქვენი სამსახურიდან გამომდინარე უნივერსიტეტის დაავადებები ხარ შეგიძლიათ დაერჩიოთ ეს შემთხვევით დადასტურება რომელია მისადები თქვენთვის დაიბეჭდეთ ყოვლის შემზე და ყოვლის მცოდნეთა შეება მთელი შეგრძნით თითო მხოლოდ სიმართლეს და არაფერი დავალავთ. თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ სიტყვებით კისა ღმერთი იყოს ჩემი ფარო. კისა ღმერთი იყოს ჩემი ფარო. დამიდეწებეთ ფოტოგრაფიულ ეს გახვალთ ხელძელი რომ გამართულად სასამართლო ფისკალ სამართლებრივ პასუხისმგებლობის შესახებ სულ ჩვენებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაკითხვა დაცვის მხარეს შეუძლია დაიწყოს ისე. მოგესალმებით ბატონო აკაკი რასახმისთან დაკავშირებით ხართ მოწვეული მოწმეთ ჩემი კითხვა 2025 წლის 11 იანვარს თუ იმყოფებოდით პოლიციის სამმართველოს პოლიციის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ანუ რა ხანგრძლივობით ესწრებოდით ამ აქციას, რა ნახეთ, რისი მომსწრე გახდით, ანუ აქციის დაწყებიდან აქციის დასრულებამდე პოლიციის სამმართველოს შენობასთან და მათ შორის თქვენ რა ნახეთ, ქალბატონი მზიას, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით დაკავებასთან. მოგესალმებით, კი ნამდვილად 11 იანვარს ესწრებოდი საპროტესტო აქციას, რომელიც დაიწყო ტრადიცია ჩამოყალიბდა იმ დღეებში ასე რომ ვიკრიბებოდი საკონსტიტუციო სასამართლოსთან და სწორედ აქედან მშველობა დავიწყეთ ჩვეულებრივი ერთ-ერთი მორიგი საპროტესტო მშველობა იყო მათ შორის თბილისში დაშავებული მომიტინგეების, მშვიდობიანი მომიტინგეების ხარდასაჭერად სოლიდარობის მიზნით, იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი კადრი გავრცელდა, როგორ დაასისხლიანეს და სასტიკად ექცეოდნენ მომიტინგეებს მათ შორის ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არანაირ კანონმდებლობაში არ იყვნენ ჩართული, მათ შორის ჟურნალისტებსაც პირდაპირ ეთერში, ამიტომ და არავინ არ იყო დასჯილი იმ პერიოდში, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ამ საპროტესტო მცდელობის მოწყობა ქალაქში და წამოვედით ქალაქის ტერიტორიაზე, იმისთვის რომ თან მათ შორის შეგვეტყობინებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ დაგეგმილი არის მასობრივი გაფიცვა რამდენიმე დღეში და იფიცება საქართველოს ამ აქციის შესახებ ვატყობინებდით ქალაქის მოსახლეობას. ამის შემდგომ ჩვენ გადავაგინდებოდით გორგილაძის ქუჩიდან, შემდგომ სასამართლოსთანაც მოვხდით. ეს ჩვეულებრივი მცდელობა იყო, ყოველგვარი ასე ვთქვათ, ექსცესების გარეშე არანაირი შელაპარაკება, რაიმე ასე ვთქვათ, შეურაცხყოფის მიყენება, დაძაბულობა არ ყოფილა პოლიციასთან. შემდგომ იქ რაღაც ინციდენტი მოხდა გზაში, რაზეც პოლიციელების ძალიან ცინიკური პასუხი იყო 112-ს მიმართეთ და ასე შემდეგ, ანუ ადგილზე რეაგირებას არ ახდენდნენ. შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე ჩვენი აქციის დააკავეს სასამართლოსთან და ჩვენ საერთოდ არ ქონდა დაგეგმილი პოლიციის სამმართველოსთან ჩასვლა, მაგრამ იმისთვის რომ სოლიდარობა გამოგვეხატა და გოგონას, რომელიც დაკავებული იყო, არ ებრძნო თავი მარტო, გადავწყვეტეთ, რომ მათ შორის გაგვევლო პოლიციის სამმართველოსთან. ეს არ იყო ჩვენი ბოლო ლოკაცია, სადაც უნდა გავჩერებულიყავთ რაღაც აქციები უნდა გაგვემართა, ეს იყო ერთ-ერთი ლოკაცია, რომ შევიაროთ ჩვენი ხმა გავაგონოთ და გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენი საქმე ქონდა პირველ რიგში, რომ რაც მეტ ადამიანს ცოდნოდა აქციის შესახებ. როგორც კი მივედით ჩვენ პოლიციის სამმართველოსთან, მისვლისთანავე, აი რამდენიმე წამში, შეიძლება წუთი მაქსიმუმ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ციალა კათამიძე. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი ამის არ არსებობდა და ამას არამხოლოდ მე ვამბობ, არამედ ამბობს უწყვეტი ვიდეო კადრი. და ძალიან კარგად ჩანს თუ რატო დააკავეს ციალა კათამიძე და თუ რამდენად უსაფუძვლო იყო ეს. ციალა კათამიძე დააკავეს სტიკერის დაკვისთვის პოლიციის სამმართველოსთან ძირს იმაზე რა ქვია გზაზე ამ შესასვლელთან
ციანა ქათამიძის დაკავებას მოყვა იმ წამსვე დაკავება ვაჟადარჩიას, რომელსაც არაფერი არ გაუშავება გარდა იმისა, რომ იკითხა რატო დააკავეთო. ხოდახოდ ეს იყო ვაჟადარჩიას დანაშაული. და ნუ უკვე აქ აღშფოთდა იქაც ყოფი და განსაკუთრებული აღშფოთება რატო გამოიწვია სასამართლოს მინდა ამის შესახებ მოუყვა, რატო გამოიწვია ციანა ქათამიძის დაკავება განსაკუთრებული აღშფოთება. ციანა ქათამიძე წლების განმავლობაში იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თუ კი ვინმე სადმე უკანონოდ ვინმეს მოჰპყრობიან, ვინმე დაუკავებიათ, აბსოლუტურად ყველგან ეს ადამიანი ფიგურირებდა, ყველა იცნობს მთელი ქალაქი და თან ამავდროულად ციანა ქათამიძეს არც ერთხელ, ამას ვახსოვებთ ვამბობ, არც ერთხელ არანაირი კონფლიქტი, არანაირი შელაპარაკა პოლიციასთან არ მოსულა. პირიქით ყოველთვის იმით იყო დაკავებული, რომ როგორც წესი, როცა პოლიცია ძაბავდა ხოლმე სიტუაციას მომიტინგებდა, როგორც წესი განემუხტა სიტუაცია. ამიტომ გამოიწვია განსაკუთრებული გაკვირვება, აღშფოთება, ციანა ქათამიძის დაკავება, თან ყველამ დაინახა, რომ დაკავეს სრულიად უკანონოდ და სრულიად უსაფუძვლოდ. ამის შემდგომ დააკავეს ვაჟადარჩია და უკვე ვერ ვიჯერებთ, რომ ციანა ქათამიძე დააკავეს იმის გამო, რომ ციანა ქათამიძემ დააკრა სტიკერი. თან ხმა არ ამოვიღე ყველაზე მეტი ის არის, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ისმის ეს ყველაფერი ხო იქ კადრების არსებობს ამისი და ჩვენს გვესმოდა. რომ არის რომ დააკარე, არა აიღე, მერე წადი, რაღაცა ნუ ეს არის მთელი ამბავი და კარგი მაშინ დაგაკავე, მეუბნება მე მგონი ისა რა ქვია, გებუაძე. დაგაკავებ და მიყვება ციანა ქათამიძე მისი ფერით. აი ეს არის მთელი ამბავი, შემდგომ ვაჟადარჩიას დაკავება როგორც გითხარით და ამის შემდგომ უკვე ყველა ვეკითხებით, რომ რატო დააკავეთ, გვინდა რომ მივიღოთ სიტყვიერი. კი დავინახეთ რატომ დააკავეს, მაგრამ გვინდა რომ სიტყვიერად მივიღოთ მათგან დადასტურება, რომ მართლა სტიკერის დაკვრის გამო დააკავეს ადამიანი. მივიღეთ ჩვენ ეს დასტური და ამის არაერთი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს, მათ შორის ჩემ კითხვაზე რომ ვეკითხებით პოლიციელებს, აი მაგალითად პოლიციის უფროს, საჭალის პოლიციის უფროს ბესედას ვეკითხები. რომ ამისთვის დააკავეთ, ამის დაკვრის გამო? და კი. იმიტომ რომ მან დააღვია რაღაცა მუხლი, მოკლედ რომელიც რაღაცა იერსახის დამახინჯებას იფასებს. დაგვიდასტურეს ეს და უკვე ჩვენც ვაპირებდით უკვე რომ მაშინ და დავაკრათ ჩვენც რა გამოდის რომ ამის გამო ქვეყანა საქართველოში ჩამოყალიბდა ისეთი რეჟიმი, რომელიც სტიკერის დაკვრის გამო ხალხს იჭერს. აბსურდი სრული, როგორც კი რაღაც გადავწყვეტ დაკვრა, რამდენიმე ადამიანი მაშინ და დააკავეს. მათ შორის დააკავეს ადამიანი, რომელმაც დაკვრას ვერ მოასწრო, მათე ცენტერაძე, ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი. დააკავეს ცნობილი მედროშე თემურ ქათამაძე, მაშინვე დააკავეს იმაში, როდესაც იმანაც იკითხა მხოლოდ რომ ისთვის აკავებთ ხალხს. ესეც საკმარისი იყო იქ დასაკავებლად. შემდგომ კიდე მიყოლებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მოკლედ ახლობთ 9 საათის შუალედში, თუ სწორად მახსოვს, ახლა სახელებით ჩამოთვალო. აბლად 7-8 ადამიანი ალბათ თუ მეტი არა დაკავებული იყო უკვე. აი ასეთი რამ არ მოხდა რა მანამდე ჩვენთან. ეს ყველაფერი გადაიცემოდა ლაივ რეჟიმში, ყველა მას ხედავდა. რა თქმა უნდა, მან აღშფოთება გამოიწვია, გვირეკავდა ხალხი, ოჯახის წევრები გვირეკავდა, მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრები მოვიდნენ იქ ადგილზე, როცა დაინახეს, ეს სიგიჟე ხდებოდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხალხს იჭერდნენ. ამის შემდგომ სადღაც უკვე 11 საათისკენ, უკვე 11 საათს რომ მიახლოებული იყო, უკვე შეჩერდა დაკავების შემდგომ გავშერდით რაღაცა იქ რუპორშიც მოუწოდე ხალხს ძალიან თქო დაშორდეთ პოლიციას, იმიტომ რომ პოლიციამ გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა მასებთან ურთიერთობის ნაწილში. აი სრული არაკომპეტენტურობა პირდაპირ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ არ იყო დასაძაბი, არაფერი არ ხდებოდა, უცებ მოაწვევოდნენ, ჭყლეტა ხდებოდა, უკანეს ქალები ზოგი ვერ ახერხებდა გაწევას და უბრალოდ აი ჭყლეტას ქმნიდნენ. არაფრისგან რაც საფუძვლად გაბიზიანებას იწვევდნენ ხალხში რა თქმა უნდა. მოკლედ როგორც მე დავასწრეთ სიტუაცია რუპორშიც მოუწოდეთ რომ თქო ამიხვიდეთ პოლიციასთან ახლოს, დისტანცია დავიჭიროთ და მოკლედ დაწნარებული არის სიტუაცია. და გვინდა რომ რაღაცნაირად განმუხტოთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად რომ კიდე ხალხს იჭერენ და თხოვს ხალხს რომ თხოვთ არ დააჭიროთ თავ ხედავთ უმიზეზოდ იჭერენ ხალხს. ნუ 11 საათისთვის უკვე როგორც ჩანს ხალხმა დაიწყო მოსვლა. უკვე ჩემი ოჯახის წევრების დავინახე მათ შორის რომლებიც მოვიდნენ იმისთვის რომ უბრალოდ სოლიდარობა გამოეხატათ და თან რომ შეეხედა სიტუაციაზე რა ხდება, რა არის წარმოუდგენელი რა ხდება. და ამ დროს გამოჩნდა მე მანამდე ყველას ვათვალიერებდი და როგორც წესი უყურებ აბსოლუტურად ვინ არის, სადმე პროვოკატორი არ იყოს, იმიტომ რომ ქონდა ჩვენ პროვოკატორების შემთხვევა და უფრო მოგვიანებით ამ პროვოკატორებიც მოგიყვებით. მე არ დამინახავს ქალბატონი მზიამაღლობელი იქ. მანამდე არ ყოფილა მზიამაღლობელი, ის მოვიდა იმ ხალხთან ერთად, რომლებიც უკვე აღშფოთებულები მოვიდნენ, პირველ რიგში ციანა ქათამაძის ამბავი ყველამ გაიგო და როდესაც იქ მოვიდნენ და მისი ქმედებაც რომ მან გააკრა იმ ასე ვთქვათ სამორიგეო რაღაცა შენობაზე, დამხმარე შენობაზე სამართლოსთან გააკრა სტიკერი, ამის გამოხატულება იყო, იმიტომ მანამდე რამდენიმე ადამიანმა იგივე გააკეთა და ამის გამო დააკავეს და მაშინ მე არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ
მე არ დამინახავს როგორ მივიდა კედელთან, მე დავინახე უკვე რომ მივიდა კედლისკენ, რომ მიაკრა, თან განსაკუთრებულ ყურადღება მივაქცია, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ჯემალანაინძე იდგა იქ და პოლიციელები გამოვარდნენ, გეგონებათ არ ვიცი, შენობაში რაღაცა იჭრებოდა ვინმე, ისეთი სიშმაგით გამოვარდნენ, ეს ჯემალანაინძე იდგა მხარი გაარტყეს და თან ინსტინქტურად წავიწია იმ მხარეს, რომ არ წაიქცეს კაცი მეთქან, ასაკიანი კაცი არის და არ წააქციონი მეთქი. და ამ დროს უცებ შეახდნენ რამდენიმე ადამიანი მზიან ამაღლობელს და შეიყვანეს პოლიციის შენობაში. ანუ ესეც ისეთივე მორიგი დაკავება, როგორც სხვების შემთხვევაში. არც ხმა არ ამოუღია, არც მანამდე არაფერი არ უთქვამს, რომ ხალხო აი რაღაც შეიძლება წახვიდა ხალხო მე ვაპირებ გავაკრა პროტესტის და არაფერი არ მივიდა, ანუ ამის გამო დაკავების და მივიდა, მიაკრა და იგივე წაიყვანეს. დააკავა პოლიციის უფროსმა ბესელიამ დააკავა. ამის შემდგომ მოკლედ, კიდე გაიგეს უკვე ჟურნალისტებმა მართლაც რომ მზიან ამაღლობელს დააკავეს, ჟურნალისტი, ბათუმელების დამფუძნებელი და ამჟამად კიდე მოემატა რაღაცა რაოდენობის ხალხი და რაღაც ჩაცნარდა როგორც იქნა სიტუაცია, მოკლედ რაღაცა მივაღწიეთ, რომ რაღაცნაირად ეს სიტუაცია დაწნარებულიყო. მერე უკვე რაღაცა პერიოდში, რაღაცა დროის შემდგომ უკვე რაღაც 12 სავარაუდოდ გადაცილებული იქნებოდა და პირველის ნახევრისკენ დაიწყეს ვიღაცების გამოშვება. ეს ვიღაცები იყვნენ გამოშვეს ქალები. ყველა ქალი გამოუშვეს გარდა ერთისა, ვინც სასამართლოსთან ყავდათ დაკავებული, იმ გოგონას გარდა, იმიტომ რომ ის უკვე გადაყვანილი ყავდათ, როგორც შემდგომში გავიგე, უკვე დაყვანილი ყავდათ. გამოუშვეს ქალები, ვინც იყვნენ დაკავებული, ციალა, მზიამაღლობელი და კიდევ ვინც იყვნენ გოგონები, აღარ მახსოვს სახელი ნამდვილად იმ გოგონების, მე მათ დაკავებას არ დამინახავს ზუსტად რა. მოკლედ ეს გოგონები, ქალები გამოუშვეს ყველა და როდესაც გამოუშვეს ეს ქალები, ჩვენთვის გახდა ძალიან ცუდი ფაქტი ცნობილი. და უცებ მოედო ყველაფერს და ყველამ გავიგეთ, რომ თურმე პოლიციის განყოფილებაში კაცებს უსწორდებიან. მათ შორის გაილახა მალხაზ ირემაძე, გაილახა თემურ ქათამაძე, იგივე კაფარ ილმაზი, პასპორტით. ამან განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. და ჩვენ ვთხოვდით მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო, ვთხოვდით რომ შესულიყო კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ ადვოკატების მაქსიმალურ ასოციაციას, რომ ინფორმაცია არის, რომ ამ ხალხს ცემენ. შემდგომში ეს დაადასტურეს ეს ფაქტი, დაადასტურა მათ შორის თემურ ქათამაძემ დაადასტურა საჯაროდაც, რომ ნამდვილად მის წინააღმდეგ იყო არა მხოლოდ ცემა, გინება, შეურაცხყოფელი სიტყვები, კიდე ის რომ ეს თურქი აქედან წაეთრება და მაინც გავაგდებ, ეს მთელი ინფორმაცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის, რაც მოხდა და ეს ჩვენს განსაკუთრებულ აღშფოთებაში უკვე წასვლაც აღარ შეიძლება, იმიტომ გავამხნევოთ რაღაც დავიყუროთ, ჩვენ იქ არანაირი სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ჩვენ იქიდან არავის არ უძალადია და ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არ შეიძლება ძალადობა და ამას მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ. და როდესაც მოკლედ ეს ამბავი გავიგეთ, განსაკუთრებით თან მოვიდა ახლა მაგალითად მათეს შემთხვევაში, მათეს დედა მოვიდა, რომელსაც ვამშვიდებ რომ გეშინია და არ ვიცით მისცემენ რა დღეში არიან, რა ხდება, ძალიან ცუდი ინფორმაცია გვაქვს გაგებული. და უკვე რომ სიცნარე არის არაფერი არ ხდება, აი როგორი სიჩუმეა ეცეთ იქ ვინმე რომ დაილაპარაკოს მეორე პოდკასტში ის ტერიტორიის რაც არის ამ დარბაზი უფრო პატარა არის ალბათ ის ტერიტორიას რაც ჩვენ ვყავთ შეკრებით. წავედი მეთქი გავარკვე მათეს დედას უთხარით გავარკვე საწაიყვანის ბავშვი, მივალ და მივედი მოკლედ ვარ ახალი დიდი ჭიშკარი არის და პატარა სადაც არის საიდანაც ხდება შეშვება საშვი და ასე შემდეგ სადაც მორიგეები დგან. და მივედი ამ ჭიშკართან და მორიგეს ვეუბნები რომ ძალიან გთხოვ მეთქი არ მაწვავოთ და იქნებ გამირკვიოთ სად წაიყვანეს მათე ცენტრალზე და დანარჩენი ბავშვები სად არიან რო ვიცოდეთ პირველ რიგში რომ უნდა ვეძებოთ ამ ვიცით პრაქტიკა აქვს საშინელი დამკვიდრებული ჯერ ბათუმში არ აჩერებენ არც ერთს. ლანჩხუთში ხან სენაკში ხან სამტრედიაში ხან ფოთში ან მიყავს სადღაც იქ ეძებო ადამიანს არც საჭმელი აქვს არც დასაცმელი აქვს არაფერი აქვს უნდა ეძებო მოკლედ რა. ესეც დამატებით წვალების ასე ვთქვათ რაღაც მექანიზმი არის და თან ვრეკავთ ამ ყველას ნომერი გვაქვს მოკლედ ჩამოწერილი ყველა ამ დროებით მოთავსების იზოლატორში ვრეკავთ რომ აი თქვენთან ხო არ არის თქვენთან ხო არ მოუყვანია და ნუ ამ ამბავში ვარ. კარგი ვარ კაცმა მითხრა ვიღაცა სამხედრო ფორმაში ვინც იყო პოლიციელი არ არის ვინც არის შესაძლოა მითხრა რომ მოვიკითხავ ახლაო და გეტყვით და ეს არის წყარავთ გავარ სიგარეტს ვეწევი და უცებ აი ვერ მივხვდი რა მოხდა და იქ კადრებიც არის ამისი რომ გაოცებული სახელმწიფო გორფტები რა ხდება უცებ ეს კადრი იღება და რამდენიმე პოლიციელი გაიგებს უცებ გამორბის თან გვეჯახებიან ეს სიგარეტიც კი ვერ გავწიე სახიდან ეს სახესთან ქონდა სიგარეტი ასე მიდებული უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე რა მოხდა იმიტომ რომ არავინ მას არ იღებს არაფერი არ ხდება დაპირისპირება არ არის მე ვდგავარ ჭიშკართან
ჭიშლისდიკით არიან პოლიციელები ცოტა შიგნით და უკან კიდე რამდენიმე ადამიანი დგას. და ვიღაცას ასე აი პირდაპირ ამოღებული მიზანში, პირდაპირ შეცვლიდნენ და ვიღაცას ეცდნენ. როგორც მე გავიგე, მე არ ვიცნობდი ამ ბიჭებს, მე გავიცანი, როგორც გავიგე, ეს იყვნენ გაბაიძეები, ეს ეთერთურაძის ძმისშვილი თუ სწორად მახსოვს. მოკლედ ეს ერთ ბიჭს ეცენ, შეათრიეს და მე უკვე ჭლეტა დაიწყო. თან ახლა ხალხი რა არის, ხო, სად მიყავთ, რატომ მიყავთ? ჯერ ხო არაფერი არ ხდება და მეორე, ხალხმა იცის, რომ შიგნით რო შეყავთ კაცები, იქ კარგად არ ექცევიან ამ კაცებს. ცემენ შიგნით. ეს ყველა მიცის გარეთ. და ვცდილობენ რომ რა ხდება, რატომ მიყავთ, რაღაც ინსტინქტური ის არის, ჭლეტა მოაწყვეს, აქაც არაპროფესიონალურად, სულად, ჭლეტა მოაწყვეს, იქ ვიღაც ხმები მესმის უკვე. თან როგორ ვარ, ეს ვცდილობ იქიდან გამოვიდა, პოლიციის უკან დავჩინე. ვცდილობ რაღაცნაირად გამოვწვე იქიდან. ვიღაცა ხალი ნელა ჩაწიხლებ, ვიღაცა წაიქცა, ჰაერი, რაღაც უშაშინელება ხდება. აი წარმოვიდგენა არაფერი, მოწმენდილ საზე მე ხიდავარ და გამოცვიდა, გამოვარდა ბესელიაც, პოლიციის უფროსი და რა ხდება უკითხულობს. მე თქვენ გამოცვიდით და ჩვენ გვეკითხებით რა ხდება იქ. ანუ ბესელიამ არ იცის რა ხდება, მე არ ვიცი რა ხდება, რომელიც იქ დგავარ, მარტო იმ პოლიციელმა იცის რა ხდება. ვინც გამოვარდა ესე გამოდის. ნუ ეს არ ვიცი ახლა რა იცის თუ დაავალა და ამისმა თუ რა იყო არ ვიცი, მოკლედ მე ამაში ვერ შევალ, ამ ნაწილში ვერ შევაფასებ. მე ვიცი რას თქვა მან, დეკლარირებულად რა აზრით გამოხატა, რომ მე არ ვიცი. შემდგომ უკვე ვეკითხებით, რომ შეიყვანეს ეს ხალხი ახლა ნუ რა წინააღმდეგობას გაუწევდა, არც არის ჩვენი მიზანი ცემატყეპა ატყდეს იქ. და იმ ცემატყეპაში და იმაში კიდე იმათ აზიანებენ. ხალხს ფეხები ქონდა დაზიანებული და ჩვენც ფეხზე ვეღარ ვიდექით, აი სახში ძლივს მივედით უკვე დილით. ბესელიას ეკითხება ხალხი, რომ რატო წაიყვანეთ? მათ შორის მეც ვეკითხები, მე როგორც იქა გამოვძველი პოლიცია და წინან მოვეკეცი ამას, რომ კითხო რომ რატო დაიჭირეთ კაცო? იქ ვიდექი არაფერი არ ხდებოდა, რატომ დაიჭირეთ? კითხვა მაგ ერთი მხოლოდ. მე იქ ვიღაცამ რაღაცაო შემაგინაო, შანსი არ არის უბრალოდ და იქ რაიმე ყოფილიყო, იმიტომ რომ შუაში მე ვიდექი, მე ვერ გავიგონე. ბესელიამ ვერ გაიგონა. ხალხმა ვერ გაიგონა, თუ ყველა აღშფოთებული ეკითხა, რატომ იყავთ ახლა, ვიღაცა რა გამოვა და გინებას რომ დაიწყოს, ხო ვეღარ იკითხავ, ხო მინიმუმ მისის გექნება, რომ აი მორალური ის რომ ვერ იკითხავ, ხო რატო დაიჭირეთ, ხო ყველამ გაიგო რომ შეიგნა. არაფერი არ ხდებოდა. არავინ არ მისდენ ამბავი და ბესელიას ამბობს, რომ გავერკვევი რა მოხდა, შევალ პოლიციის შენობაში, გამოვალ და გეტყვით. დამშვიდით ძალიან თუ გავერკვევი და გეტყვით ყველაფერს. და უკვე რაღაცა 1 წუთი 2 წუთი რაღაცა იუსებს სწრაფად ვითარდება მოვლენები რა. მე გაფაციცებით ვეძებ ხალხს, ვიღაცებს ვეძებ თვალით, მათ შორის ვეძებ ჩემი ახალგაზრდულის წარმომადგენელს, რომელმაც მიითხრა მე წინადღით, რომ პოლიციიდან შემომითვალეს, რომ შენ ძალიან აქტიურად ხშირად ხვდები თვალში. და სულ წინით და სულ რუპორით და რაღაც ეს იყო თვალში მოხვედრა, ვიცო და არა ის რომ ვინმე შეურაცხყოფას აყენებდა ვინმე ან ზალადობდა ვინმეს. და შენ მოხდები ვიქო. ხო და ეს რომ მეთქი მაქსიმალურად ახლოსაც არ მიხო. და იმ დღეს რავი სადაც შემეძლო, ყველგან ვეძებ ამათ თვალით, რომ სადმე პოლიციასთან ახლოსაც არ მიხვდება, არ ჭირდება მიზეზი საჭირდებათ და რატომ მიდიხარ ახლოს. და ამიტომ გაბაცევთ სულ სადღაც პოლიციასთან ვინმე თუ ლაპარაკობს, თვალებს ვაცეცებ, რომ აი რა ხდება, სად რა ხდება. რომ ვიღაცა ბავშვი არ წამართო, მეორე დღეს წამართოს, სხვათა შორის მეორე დღეს უკვე დააკავეს ის და მე 12 და გავდა იმაში, დროებით მოთავზებს იზოლატორში. ამის შემდგომ უკვე რაღაცა წუთები გადის, უკვე გამოდის ბათუმის პოლიციის უფროსი დგებუაძე, რომელსაც უკვე ანალოგიურად იგივე კითხვას უსვამენ, თან იქ თვალი ან რო ლაპარაკი რო დაიწყო, იქით გავიხედე და თან ეთერთურად ესეთი ფერის თმა აქვს, რომ ამასაც არ უნდა იყოს გამოარჩევი და კარგად ჩანდა და რომ მოვიხედე და ვინახე ლაპარაკებდა არაფერი ესეთი არ ხდებოდა და ამ იმაში უცებ აი რაღაცა ის მომენტი არის, როცა აი რაღაცა ეს მოხდა, ეს ინციდენტი უცებ კიდე ეცნე და შეიყვანეს მზიამაღლობელი მეორედ. ეგ გავიგონე კიდეც რომ მზიამაღლობელი უკვე ჟურნალისტების ხალხიც ამბობს მზიამაღლობელი მეორედ უკვე დააკავეს რა. ამის შემდგომ მე წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია რომ სამართლის და რაღაცა იმაზე რა ქვია მუხლით არის ვინმე დაკავებული. კიდე მგონია რაღაც ადმინისტრაციაზე კიდე რაღაცა კითხვაზე რატო დააკავე და ამის გამო აკავებენ ხალხს. ამის შემდგომ უკვე
ჩვენ ვთხოვდით მაქსიმალურად ხალხს რომ წასულიყვნენ, იმიტომ რომ ერთი ინციდენტი მოხდა. ვიღაც ნასვამი ბიჭები, რომლებიც ბათუმელებიც არ იყვნენ, საიდან გაჩნდნენ არ ვიცი, ყველაზე გვიან მოვიდნენ და რაღაც ბუნტის ატეხა დაიწყეს, რომ ჩვენ არ ვენდობით ადვოკატებს, ჩვენ არ ვენდობით საიას, ჩვენ არ ვენდობით სახალხო დამცველს, ასეთებს ყვირიან ესენი და ახალგაზრდები მივიდნენ, სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდები მივიდნენ, მივიდნენ, მიხართ, კაცო, პირველად ხედავთ, ამდენი დღეა ქუჩაში ვართ, ეხლა მე რამდენი დღე იყო აქციების აღარ მახსოვს ზუსტად, თვეზე მეტი იყო, ხო? გაცილებით 40 დღე შეიძლება მეტი, ხო? ვინ ხარ, რა ხარ, პირველად ხედავთ, ნასვამი მიხართ, რა გინდათ და ნუ ფაქტი იყო აღმოჩნდა რომ ვიღაც პროვოკატორები იყვნენ, იმიტომ არც მე და არც მანამდე არ გვინახავს ეს ხალხი და ნუ წარმოვიდგინეთ, მაქსიმალურად ვცდილობდნენ რაღაც ავიდეთ ხა პოლიციას და მივიდეთ რაღაც და ეს ხალხი მშვიდობიანად ლამაზ და შელიჭირებენ აბა წადით და ჩვენ ვთქვით ხალხს რომ წავიდნენ რა. რომ უკვე კიდე რაღაცა პროვოკაცია არ მოხდეს ვიღაცებს რადგან დაიწყო რაღაც უცნაურმა ხალხმა მოსვლა ვიღაცებმა გაუგებარმა ხალხმა, ამიტომ ვცდილობთ რომ ხალხი თხოვთ ხალხს რომ თქვენ ჭირემեք თხოვთ რაღაცა. და ამიტომ ადვოკატები ვცდილობენ შესვლას. რაც მახსოვს მე მივედი იქ და იყო საიას ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელმძღვანელი, ციადაც იქვე იდგა და კიდევ ვიღაცა ხალხი იყო, მოკლედ, ვინც ცდილობს გაარკვიოს, რომ რა ხდება, ადვოკატს რატო არ უშვებენ. და მართლაც რაღაც 3-4 საათის განმავლობაში ადვოკატებს ადამიანთან არ უშვებენ. და მაქსიმალურად დავიცავთ, როცა უკვე ითქვა, რომ აი უკვე ადვოკატებს შეუშვებთ, მერე უკვე დილის სადღაც 4-5 საათში და სხვა უფრო ვიგან რაღაც ამ პერიოდში უკვე წამოვედით ნელ-ნელა დავიშალეთ ამ აქციიდან. მოკლედ ეს რაღაც თავისუფალი შეიძლება გამოჩაღოთ, კითხოთ, დამიზუსტოთ, უფრო დეტალურად იპასუხეთ ალბათ რა. მადლობა ბატონო აკაკი, სრული სურათის წარმოდგენისთვის, კითხვისთვის ცოტა სივრცე დამიტოვეთ. ანუ მე ასეთი აზრი დამრჩა პრინციპში, თქვენ სულ იქ ხართ აქციაზე პრინციპში, სულ იქ როგორც პოლიციასთან ისე მანამდე, ანუ ეს მხედველობის არეალში ხდება და თან რაღაცა ცოტა თქვენ რაღაცა მართავ, რაღაცა ხელმძღვანელობდით, რაღაცა ფუნქციაც ხომ და ხელმძღვანელობას ვერ დავარქვენ, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საკრებულოს წევრებს, პოლიტიკოსებს საკუთარ თავს მივანიჭეთ ეს ფუნქცია, რომ მაქსიმალურად ყველგან ვიყოთ და მაქსიმალურად ყველგან ჩავერთოთ სიტუაციაში, იმიტომ რომ მეტი იურიდიული განათლება ზოგი შემთხვევაში ზოგს მეტი გამოცდილება აქვს აქციების ყოფნის და მაქსიმალურად რომ ახალგაზრდები პროვოკაციაზე არ წამოაგონ, იმიტომ რომ თუ ვინმე პროვოცირებდა იმ დღეს იყო პოლიცია პროვოცირებდა იმ შემთხვევაში, როდესაც დამცინავად და ირონიულად თქვენი საყვარელი ევროპა გვეუბნებოდა. რასაშამ ჩემი საყვარელი ევროპა? თქვენი საყვარელი ევროპა რა? მე ის ვინც იძახდა მაგას ბელორუსში გავუშვიათ იმათ რა ქვია, პოლიციის ატაშეც, სწორი ქვეყანა შევუჩერდათ მისთვის ნამდვილად. ხო, ნახეთ, აი თქვენი საყვარელი ევროპაში ასე ხდება თქვენი რა, ხო ხდებით რაღაცა წარმოგვიდგენთ შავრაზმული იდეოლოგიების რაღაცა მესიჯების გაშვება ხალხში, თქვენი საყვარელი ევროპა დამცინავად აგდებულად. მე პოლიციას ეუბნები რეაგირება რატო არა გაქმედებას კანონდარღვევა რო ხდება. და გეუბნება რომ წადი და 112-ში დარეკო. პოლიციელი მეუბნება რომ 112-ში დარეკო. ან პოლიციელი იდგას და მე 112-ში უნდა დავრეკო. ეს აგდებული დამოკიდებულება, მე დაკავებასაც ხო ფორმა აქვს ხომ ისი. ყველაფერს მით უმეტეს როცა რაღაც მასა არის შეკრებილი ხალხის, საპროტესტო განწყობილი ხალხის, ამას მთელი ის აქვს, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მეცნიერება არის, საკე როგორ უნდა მოხდეს მასებთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიური მიდგომა ჭირდება, მანამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ, მაგალითად, როდესაც ერთი შემთხვევა იყო, რომ პოლიციასთან რაღაც შეთანხმებას მივაღწიათ, რომ არაფერს ჩვენ არ ვიზამთ, არ გადავკეტავთ და თქვენც ნუ დაძაბავთ რა სიტუაციას და კარგიო გვითხრეს და წავიდნენ და რობოკოპები მოიყვანეს. თან რომელ დღეს იცით, რომელ დღესაც ეს რობოკოპები, თან რობოკოპი ახლა ხო შენთვის ხო ის პერსონალიზირებულია საერთოდ. ის ახლა თბილისში რო უტყანდა, ბათუმში რო დგას, შენთვის სულ ერთია, ხო ყველა ერთი არის. ნიღაბში, იმით რა დიდი ხელკეტით და რაღაცა მომარჯვებული და რაღაცა ისე რომ აი ფარით და მოიყვანეს ფარებიან ის რატო დაგჭირდათ ამის მოყვანა. ვეუბნებით, ხალხი გაღიზიანდა, რატო აღიზიანებთ ხალხს? როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ანუ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა ამ პროვოკაციებს და ჩვენ მაქსიმალურად თავს ასე ვთქვათ მოვალედ ვთვლიდით პირველ რიგში რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ შუაში და ყველგან სადაც ყოფილა შემთხვევა ნახავთ რომ ან პოლიტიკოსები ან არასამთავრობო წარმომადგენლები დგანან შუაში. მადლობა. ბატონო აკაკი, ეს აქციის რაკაზამაზე გავიწყოთ ისაუბრეს. ამ აქციის ერთ-ერთი დანიშნულება, მე ასე გავიგე, იყო ისაც, რომ 15 იანვარს ეს საყოველთაო განაცხადება იყო დაანონსებული და რაღაცა საინფორმაციო და ქალაქში მსვლელობა ამიტომ იგეგმებოდა ამ საინფორმაციო ინფორმირების მიზნით. დიახ, ზუსტად გაიგეთ, მათ შორის ვავრცელებდით ინფორმაციას, რომ 15-ში დაგეგმილი არის
ეს ასე ვთქვათ იფიცება საქართველოს აქცია, რომელიც იყო სიმბოლური აქცია, რომ დაგვენახებინა რაოდენობა ადამიანების, ვინც შეიძლება ყოველ აქციაზე ვერ დადის, მაგრამ იმ დღეს ჩაერთვება მაგაციაში და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, როგორ მაღაზია დახურა რამდენიმე საათი და ასე შემდეგ იყო თქონდა ეს. ან აბსოლუტურად მშვიდობიანი არანაირი, საერთოდ მიზანადაც კი არ გქონდა ჩვენ ახლა რომ ვიხსენებთ და რომ ახსენებთ სად დავიწყეთ რა სხვა პირები და სად აღმოჩნდით ბოლოს პოლიციის შენობა საერთოდ მიზანშიც კი არ იყო, ანუ არ გეგმებოდა პოლიციის მით უმეტეს იმშიშლოების სასულა პოლიციის იმაში. სამართლოში. მადლობა. ბატონო კარტინ ყველა შეიძლება დამიდასტუროთ, რომ არანაირი სამართლის დარღვევა აქციის მონაწილეების მხრიდან არ ყოფილა. პრაქტიკულად მთელ სურათს ფლობთ თქვენ. დიახ. თუ სტიკერის ჩათვლას არ ჩავთვლით, სტიკერის დაგბას არ ჩავთვლით, ხონდა. ჩემი კითხვა ასეთია, მე პრინციპში სწორედ გავიგე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პირველ დაკავებას სტიკერის რაკორის გამო თქვენ უყურეთ, ანუ მზია როგორ მივიდა ის არ დაგინახავთ, მაგრამ უფრო რაკორის მომენტი დაინახეთ, შესაბამისად რაღაც მომენტში ხომ არ დაგინახავთ მზია ამაღლობელია მაინც სულ ამ კითხვას მიუხედავად რომ მე ასე არ ვთვლი მზია ამაღლობელი ხომ არ აყენებდა შეურაცხყოფას ვინმეს ან მზია ამაღლობელი ხომ არ იყო ხელჩართული ბრძოლაში სადმე ჩართული რომელიმე ასე ვთქვათ დაკავების პროცესში ვინმეს პოლიციელებს მოკლედ ხელიდან ხო არ ართმევდა სხვა დაკავებულებს ასეთი რამ ხომ არ გინახავთ არა, ყოფილა ასეთი ფაქტი, მზია ამაღლობელის მხრიდან კი არავისგან კიდევ ერთხელ ვამბობ რა, არავის მხრიდან არ ყოფილა პოლიციელის შეურაცხყოფის შემთხვევა და ვერც ერთი შემთხვევაში ვერ დაამტკიცა, ვერანაირი ვიდეომტკიცებულებით ვერ დაამტკიცა პოლიცია, მათ პოლიციელების ჩვენება არის, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაამტკიცეს მათ გინებად, რამ ისეთ ადამიანს აბრალებდნენ გინებას, რომელსაც მე შევესწარი, მაგალითად, სიალა გათამის შემთხვევაში, მაგალითად, მათე ცენტრალზე, რომელიც აი ზუსტად მხარი იდგა ჩემ გვერდით, ასეთ ადამიანებს აბრალებდნენ გინებას და თან იქ იმდენად პატარა სივრცეა რომ და როდესაც სიწყნარე არის და მე რატო გითხარით რომ სიწყნარე იყო ეს რატო აღნიშნე მე მესმოდა კარგად და ხედავდი რომ ესე იგი მზია ამაღლობელი მოვიდა მიაკრა და ეგრევე დაიჭერეს ეს იყო მთელი ამბავი და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა სასამართლოს ვაცნობა პოლიციელებს ეგონათ რომ პოლიციელებმა არ მხოლოდ სხვა მხრივ გამოავლინეს იქ არაკომპეტენტურობა მათ შორის სამართლებრივ საკითხების ცოდნაშიც ტოტალური არაკომპეტენტურობა გამოავლინეს ასულ პასუხობთ ამ პოლიციელებს ეგონათ და ამას გვიდასტურებდნენ კიდეც, როდესაც გარეთ იყვნენ ისინი, რომ ეს იყო დანაშაული სახელმწიფოდარბო, რომელსაც დაკავება შეიძლება ადამიანის სტიკერის დაკვრას გულისხმობ და შემდგომ, როდესაც ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ ქალებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ქალები როდესაც გამოვიდნენ, აბსოლუტურად ყველას პოლიციისთვის შეურაცხყოფა და უმოშლება გინება ეწევათ. ანუ იქ როგორც ჩანს შემდგომ იურისტმა გადაამოწმა, რომ ამის გამო დაკავება ადამიანების არ შეიძლებოდა და აქაც შეწყო. აქაც ძალიან დიდი სიტყვილი ჭამეს, იმიტომ რომ მანამდე ამბობდნენ რომ ხალხი დავაკავეთ იმის გამო რომ ისინი აკრავდნენ და თან უძღვეობდნენ პირდაპირ აღარ მახსოვს ზეპირად რომელმოძე აი ვირსახის დამახმო 150.000 მუხლის ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსის 150.000 მუხლის მიხედვით ვაკავებთო პირდაპირ ამას გვეუბნებოდნენ ვერბალურად გვეუბნებოდნენ ამას და ამის ვიდეომტკიცებულებები არის რომ დააკავებდნენ მართლა ამისთვის მართლა ეგონათ უწრფელად რომ ეს ამისთვის დაკავება შეიძლებოდა და ამის შემდგომ აღმოჩნდა რომ თურმე პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა, პოლიციელების გინება და ასე შემდეგ, რაც არის მათი მხრიდან პოლიციის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არავის იქ არ მოშლიდა თავშონ პოლიციელებისთვის ეგინებინა. მადლობა. ბატონო აკაკი, მზია ამაღლობელის ხელახალი სისხლის სამართლის წესით დაკავება და ეს ინციდენტი ბატონ გრიგუაძესთან. ამ დროს თქვენ რისი დანახვა რა დაინახეთ სათხართ და თქვათ რისი მოყოლა შეგიძლიათ მე ვარ ოდნავ უკან აი სადაც არის დაკავება ხდება დაახლოებით გასწვრივ სადაც ის პატარა ვიწრო ჭიშკარი არის აი იმის გასწვრივ ცოტა უკან ვარ და მე ისე კარგად არ დამინახავს როგორც შემდგომ ვიდეოებში ჩანს მე ეს ასე გარტყმის რაღაც ეპიზოდი ასე ზუსტად არ დამინახავს და არც მესმოდა სამწუხაროდ რაზე იყო საუბარი მაგრამ იმდენად წამებში მოხდა რაღაცა, ერთმანეთს საუბრობდნენ და როგორც მივხვდნენ ვარკვევდნენ, იმიტომ რომ ყველა ერთი რეგიონს მითხულობდით ყველა პოლიციასთან, რომ რატო არის და სად არიან ეს ბიჭები და რატო დააგავთ. ახლა ბოლოს უკვე გაბაიძებს გულისხმობ, რომ იმ რაღაც რამდენიმე წუთით წინ დაკავებული ადამიანები არიან ისინი, მით უმეტეს იმ ინფორმაციის პირობებში, როცა მე კიდე კაი მოყოდით ვიცი გარეთ, მაგრამ იქ ქალები ვინც შიგნით იყო, იმათ ხო ესმოდათ ეს ყველაფერი.
ეს სტრესი ხო გადაიტანეს და მართლა დასტრესილი სახით გამოვიდა ციალას ვიცნობ, წლებია ვიცნობ და მე მასე დასტრესილი სახე მასე დასტრესილი სახე ადამიანს ასეთ გამოკვლედება არ არის. და ის იყო შოკში, როდესაც იქიდან გამოვიდა, როგორ ესმოდა წარმოვიდგინეთ ახლა მე წარმოვიდგინე რომ ოთახში ვარ და გარეთ მესმის როგორ უტყამენ ადამიანს, როგორ აღილებენ, როგორ შეურაცხყოფენ. როგორ ინერვიულებდა ამაზე ციალა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ემოციური ადამიანი არის და ამაზე ეს მომენტი არის, რომ სწორედ რაღაცა გარკვევის ამბავი არის და იმდან წამებში რომ შევხედა მე რომ გავიგე უკვე რომ სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, ნუ არ ვიცი რა. წარმოუდგენელი ამბავი არის უბრალოდ ხანდახან არ მჯერა ხოლმე რომ ეს რაღაც მართლა ხდება და რაღაც კოშმარი მგონია, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის იმ ინციდენტისთვის რაც მოხდა ადამიანი ამდენი თვეჯერ ციხეში იყოს და შემდგომ არ ვიცი რაღაცა ციხე ემუქრებოდეს ამის მერე რომ წარმოუდგენელი ამბავი არის. მადლობა ბატონო მარია. თავისუფლად ხო ბატონო შეკითხვა ხომ არა სტარტიზია შეკითხვა ხომ არა ის რამდენიმე შეკითხვა მოგესალმებით. ათი რამბულაძე უნდა იყოს. სასამართლოსთან დაკავების ეპიზოდს გულისხმობ, ხო? თათია ულაძე, ჩვენ როდესაც აქ მოვედით სასამართლოს შენობასთან, აი აქვე ზუსტად ქუჩის პირველივე კვეთასთან, იქ ვიღაცა გადმოდგა, უკვე უკან ყოფ აქციის მონაწილეებს აგინა ვიღაც პიროვნება. და უკან როგორც წესი აქციას წინ დავკან პოლიცია მიყვებოდა. და უკან ყოფებმა პოლიციელებს შეუტრიალდნენ, უკან ყოფებდა უთხრეს ხალხო, ხო ხედავთ გვაგინენ. რატო არ რეაგირებთ? მე რომ უკვე ეს რომ მოვიდა ეს ხალხი რო ჩვენ წინ ვიყავით, ხალხი რომ მოვიდა ზუსტად აი სასამართლოს შემოსასვლელთან მდგავართ. აქა და უკვე ლაპარაკობდი ვეკითხებით რომ კაცო, რატო არ რეაგირებთ ამაზე? აბა მე შევაგინო ახლა ვინმეს. შენ კი არა ვინმეს რო შევაგინო საერთოდ. ხო დამიჭერო საზოგადოების წესრიგს არღებ და ცუდად იქცევი. და ამაზე აი ისეთი ცინიკური და ისეთი გამაღიზიანებელი პასუხი იყო რომ აბა წადით ახლა და 112-ში დარიგეთ. გას 50-მდე პოლიციელი და მე უნდა წავიდე და 112-ში უნდა დავრეკოთ, რომ პოლიციელი გამოვიძახო. თან როცა თვითონ შეეცდნენ ამ ფაქტს. და ამ დროს თათია აბულაძე, ჩემი კურსელია თათია აბულაძე და იქ იყო ჩემი მეორე კურსელი გოჩავანაძე. კურსელები ვართ ჩვენ სამი, აიღო სტიკერი და გოჩავანაძეს მართლა შენ რა გაგჭირსო რა. ეგ ამბავი იყო, ამის გამო დააკავეს და მე ორი დღე ყავდა ციხეში. დროებით მოთავსების იზოლატორში. აი ეს იყო მიზეზი მეტი არაფერი არ მოხდა რა იქ. არც გინება არ ყოფილა, არც შეურაცხყოფა არ ყოფილა. იფიცება საქართველოს. თათია მიცოდა რომ გოჩა პოლიციელი. გოჩა თათიამ რა იცოდა ხა თათიამ და დაიბარო და ზუსტად ყველაფერი მაშინები იყო როგორც ხო თათიამ რა იცოდა ხა ჩემგან უმეტე არასეულდება კურსელები ვართ და მაგინო კურსელები კი რა თქმა უნდა კი კურსელები ვართ კი შეიძლება ხოდა ის პრაქტიკაში თქვენს მე იცოდა რომ პოლიციელი მე რა შევარავთ იცოდა მე რა და მიაკრა სამიაკრა სტიკერი იცება საქართველოს ზურგზე ვესწავს ასაკი აქცია და კათამიძე პოლიციის შენობის შესაძლებლად სტიკერი ივე წარწერით იცება საქართველოს დიახ თათია სოლიდარობის ნიშნად დააკრა დიახ სავარაუდოდ კი ასე სხვები ვინც ცდილობდნენ ამ სტიკერის დაკვრას ანალოგიური მიზანი ამოძრავებდნენ ხო მე როგორ გაგზავნა ციალა კათამიძის სოლიდარობა იყო იმიტომ რომ ყველამ დაინახა როგორ დააკავეს ციალა კათამიძე აბსურდული ბრალდებით და ეს ბრალდება ვერც კი ჩაუწერეს მე პოლიციის შეურაცხყოფა რასაც შეგეკითხებით იმაზე მიპასუხე როგორც შემიძლია ესე კი პასუხი ხო არ კითხავს რომ და თქვენ დამეხმარეთ თუ რამე შემეშლება და ნახე ციალა ეს სტიკერი დააკრა იმის გამო რომ სოლიდარობა გამოუცხადა და თათია აბულაძეს ანუ თქვენ პირადად და შესაბამისად აქციის მონაწილეებს რომლებიც მიხვით პოლიციის შენობებში მიგაჩნდათ რომ ეს გოგონა უკანონოდ იყო დაკავებული ჩვენ მიგვაჩნდა რომ ამისთვის დაკავება ჩვენ მიგვაჩნდა რომ მისთვის სოლიდარობა უნდა გამოგვეცხადებინა აქ კანონიერება არა კანონიერება და იურიდიული შესწავლა არ წასულა აქციაზე ჩვენ მივედით იქ სოლიდარობის გამოსაცხადებლად ეს იყო ყველაზე მთავარი სოლიდარობის შინაარსი რა იყო ამ შემთხვევაში დაკავებულ ადამიანს ვამყარებთ დავასრულოთ შეკითხვა და გაიგეთ კარგად არის დაკავებას თვითონ აი ამ პირველად დაკავებას თვითონ უკანონოდ აღვიდით რომ იყო სამართალდარობის ნიშნები და იყო მიზანშეწონილი დაკავება თუ აი რა იყო ამ სოლიდარობის შინაარსი რატომ უცხადებით სოლიდარობას ამ ფორმით იგივე შინაარსის სტიკერის დაკვრა ეს არ იყო სამართალდარობა და ყველა შეეძლო პოლიციისთვის სტიკერი დააკრა ეს იყო ამ აქციის მიზანი და არა მე არ უყურებ მასე რომ ყველას ბატონო აგაკი თქო განარიდე კავტოდანები მეტე რომ უპასუხო მოწმე
რომ ანუ ჩვენ კანონიერება რამდენად სამართლიანი იყო, სამართლებრივად რამდენად გამართული მოქმედება ამიტომ ვარნიშნოთ, უბრალოდ ადამიანი დააკავეს და სოლიდარობის გამოსახულება. სოლიდარობა ცოტა ისე ტერმინი არის, მაგრამ უმეტეს ამბიობებში პოლიციასთან ათეულობით ადამიანის მიღება სოლიდარობის ნიშნა, ამას დაზუსტება ჭირდება, მე ვფიქრობ და სასამართლოზე წამოწევს. დიახ, ბატონო პროკურორი, ნახეთ, ყველა თქვენს სიტყვა, თქვენ კითხვაში ასე გამოჩნდა, რომ ყველა შეეძლო, ყველასთან მისულიყო და მიეკრა, იქ არც ერთ ადამიანს არ მოუკრია პოლიციელისთვის ტიკეტი. ეს არ იყო ჩემი გადმოსახედიდან პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, ეს იყო ორ კურსელს შორის ურთიერთობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამის კანონიერებაზე კი არ ვსაუბრობთ, იმისთვის დაკავებას, არც ტიკეტისთვის დაკავებას არ არის ჯერ არც რა ქვია მას ზიანის მიყენება და შემდეგ ჩემი აზრით საერთოდ არ იყო ასეთ შემთხვევაში დაკავება მიზანშეწონილი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. თქვენ რასაც მეკითხებით არის ის, რომ პოლიციელებზე მოქალაქეს რა ქვია აქციის მონაწილეებს ტიკეტების მიკვრა არ ქონდათ განზრახვა. პოლიციელებზე უარყოფითად განსხვავება გასაგებია, მაგრამ შენობის მდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა ამ ტიკეტების დაგმა და დაგმის მცდელობა და ეს კითხვა ზუსტად ამის არც არ იყო, მაგრამ ამის არც იყო ციალა, შემდგომში ყველა ვის დააკრა ციალა სოლიდარობის მიზნით და რამდენიმე ათეული ადამიანი ხართ იქ აქციაზე მისული პოლიციის შენობას. იქ იურისტი ხო? სამწუხაროდ ჯერა. პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით როგორც საქართველოს წევრებთან. შესაბამისად, კარგად მოგეხსენებათ პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა. დაახლოებით იცით, რა ფუნქციები აქვს პოლიციას და რა ამოცანებებს. ხო ესე? სიტუირად როგორ დიახ. იბათ შესაბამისად, აი ამ პროცესში ვინაიდან გარკვეული ორგანიზაციული ფუნქციებითაც იყავთ აქტიური, როგორც განმარტეთ, საქართველოს ხელმძღვანელობით რო აქციის მიმდინარეობა შვიდ-ხარებას ჩატარებული იყო, ამ პროცესში ხომ არ გაჩენია დიდია აი ამ აქციის მონაწილეებს, რამდენიმე მაგას ან თქვენან სხვა ორგანიზატორებს, რომ ამ ათეულობით ადამიანის ისუის ნაცვლად პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მდებარე ტერიტორიაზე. იქ მდებარე ტერიტორიის ბლოკირებას და სტიკერების დაგმას ანალოგიური შინაარსის იფიცება საქართველოს. რამდენიმე ადამიანი რომ ისულიყავით, 2-3 ადამიანი რომ ისულიყავით მაგალითად და ვთქვათ, გეთხოვათ პოლიციისთვის მისი გათავისუფლება, ამ ვთქვათ რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკება გეცადებინათ პოლიციასთან, რომელსაც თქვენ იცნობთ ისე. თქვენ და ხომ არ გაჩენიათ მსგავსი იდეა რომელიმე მაგას. პროტესტი მაქვს ალბათანობა სამართლე, მინდა რომ შეცდომაში არ შეიყვანოს ბატონო პროკურორმა მოწმენდა სამართლებრივი ტერმინოლოგია. ანუ არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტით არ არის დადგენილი და არც მოხდა ეს, რომ შენობა იყო ბლოკირებული, ანუ პოლიციის შენობა ბლოკირების ნაცვლად ეზრარებეთებინათ, ამიტომ ბლოკირებული პოლიციის შენობა არც ჩვენი საქმის მასალებშია სადმე და არც მოხდა. ერთი წამი. ვის საუბრობს დარბაზიდან ვინ ეხმარება კავტომაიას? ამიტომ დიახ, ბატონო პროკურორმა შეიძლება კითხვა აი ამ სამართლებრივი სასწავლების გარეშე და ბლოკირება ეს ტერმინი ეს თქვენს წარმოქმნილი ვიდეოებში ჩანს, მაგრამ კი ბატონო შევცვალოთ ფორმულირება მაშინ რომ ბლოკირება ვინაიდან სამართლებრივად მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ამას სხვა შემთხვევაში, მაშინ ესე წარმოვადგინოთ პოლიციის მთავარ შესასვლელთან, სადაც მოქალაქეები მიდიან და დაახლოებით წარმოდგენა ალბათ გააქვთ, ის შეიძლება ადამიანს პოლიციაში მივიდეს დაკავებულები შეყავთ ასე შემდეგ. რამდენიმე ათეული ადამიანის მისვლა, წვირილი, შესახილები, მოწოდებები, ლოზუნგები, ასეთი შინაარსის სტიკერების დაგვრა, აი ამ ადამიანების ნაცვლად დანარჩენი გარიგეთ ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში პოლიციას მისულიყავთ ხო და იმ პოლიციელებს ხელმძღვანელებს, რომელსაც თქვენ იცნობთ 40 წლის განმავლობაში აქციების ურთიერთობები ჰქონდა, აი ამ საკითხებზე გესაუბრათ, მათ შორის თუნდაც თათი არდოაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ხო, არ შესაძლებელია. ხომ არ გაჩენიათ მსგავსი იდეა? ხო, ბლოკირებას მე იმას ვერც სამართლებრივად არა, მესმის უბრალოდ თქვენ მაინც ასე თქვით, რომ სამართლებრივად განთორა კადრებში ჩანდაო მაინც ასე თქვით და მე იმას ბლოკირებას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ თავისუფლად შეგვიძლია გამოდიოდა პოლიციელები. ბლოკირება. შეკითხვის დაკორექტირება. მაშინ რაღაც პასუხი და კითხვა მოხდა. ნახეთ მივეცი კავტომაიას შესაძლებლობა განმარტების, პროკურორი შეკითხვა დაასუსტა და მის შეკითხვა
ფორმატში სიტყვა ესე ავტორი აღარ გაჟღერებულა შეკითხვაც დაგისვათ და ეს სხვა ფორმით გაჟღერდა თქვა რომ მე მაინც ადრეში დავინახე რომ ბლოკირება იყო სამართლებრივად აღარ დავაყენო ფაში ბატონობა კი ეს აღარ გაჟღერებულა გააგრძელება ყველა გაჟღერება მოვლის მინამცა ხო რაც შეეხება დანარჩენს არ ვიცი შესანიშნავი ის გაქვთ რა ქვია უნარები აქციის მართვის ძალიან მიხარია და გამიხარდება თუ გნახავთ შემდგომში აქციებზე რაც შეეხება მას მე არ შესანიშნავი უნარები გაქვთ აქციების მართვის როგორ გაქვთ თქვენ რომ მომიტევით ახლა რომ წასულიყავითო იქო და ისე მოლაპარაკებული მოგვირჩიეთ თქვენ ისევე როგორც სხდომაზე დამსწრე ყველა საზოგადოების წევრს და პროცესის მონაწილეს ეს რიგის დაცვის რაოდენობა აღიჩინა. არა გაგვიქვება პოლემიკაში შეხვიდეთ და შეფასებები გავუკეთოთ პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვას. უნდა გასცეთ პასუხები იმ ფაქტებზე, გარემოებებზე, რასაც ფლობთ და თუ რაიმეს არ ფლობთ, უნდა თქვენ ინფორმაციას არ ფლობთ. სხვა რაიმეს შეფასებების განცხადებების გასაკეთებლად თქვენ პროცესზე გამოცხადებული არ ხართ. თქვენ ხართ გამოცხადებული, რომ კიდევ ერთის გაგიმართოთ, სისხლის აღების ჩემთან ერთად დარბაზში ვისაუბროთ. ესეც თქვენი შეფასებაა და შენიშვნას ვიფიქსირებ და შესაბამის ხონისებას გამოვიყენებ. არა გაქვთ თავისუფლება. ძალიან მარტივად გამიგებდა. ეს უძლებთ ხონისება გამიგებდა. თქვენ გამოცხადებული ხართ იმ მიზნით, თუ რაიმე ფაქტს გარემოებას ინფორმაციას ალბათობით ზია ამოიღებს. ბაზარში ნურტიჭრება. როდესაც ვისაუბროთ, თქვენ უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, თუ რაიმეს ფლობთ და მოგისმინეთ იმედები, უნდა ისაუბროთ ამ ფაქტზე. ასევე მე შეგახსენებთ, მე როდესაც პრობლემები გითხართ და ვალდებული ხარ, უპასუხოთ ასლ შეკითხვას. დასმული შეკითხვა გაჟღერდება როგორც ადვოკატების ან კაცის მხარის მხრიდან, ასევე გაჟღერდება მრავლდების მხარის პროკურორების მხრიდან. კიდევ ერთხელ ასევე შეგახსენებთ, თუ რომელიმე შეკითხვაზე თქვენ ინფორმაციას არ გქონთ, უნდა მოგიაროთ რომ არ გქონთ და სხვა შეფასებები, მათ შორის პროკურორს რა უნარჩვევები გააჩნია აქციის წარმართვის განმუხტვის ამ მიზნით და გამოცხადებული ფაქტია. გავაგრძელებთ ხო, რაც შეეხება ორგანიზატორებს, მე არ მithქვამს არც ადვოკატს. ისე გაქვს მოვიდრა მე მინდა რომ ამ კითხვაზე გავცება ის არცად არ მიხსენებია რომ ორგანიზატორი ვიყავ ამ აქციის არც არავინ არ ყოფილა პრინციპში ამ აქციის ორგანიზატორი ჩვენ საკუთარი თავით ავიტვირთეთ მოხალისეობრივი საქმიანობით რაც ეხებოდა იმას რომ მაქსიმალურად ვცდილობდით სადმე თუ რაიმე პროვოკაციის შეხლა შემოხლის საფრთხე იქნებოდა მივსულიყავ და ჩავრევიყავ და ამიტომ ჩვენ არ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება რა მარშრუტით უნდა წავსულიყავ და ასე შემდეგ ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ ხოლმე კოლონის თავში და ასე ვთქვათ შეძახილებით ამხნევებდნენ აქციის მონაწილეებს და სხვა ქუჩაზე მივდოდით ამიტომ რატომ არ წავედით რატომ არ მივედით და რატომ არ გავაკეთეთ ასე შემდეგ ალბათ ორგანიზატორებიც ავიქნენ მაშინ გაგცემთ ამ კითხვას შესაბამისად იდეა კარგი ორგანიზატორი არ ყოფილა მონაწილე ხო იყავთ ამ აქციის მონაწილეთაგან რომელიმე მათგანს კომარტონია მსგავსი იდეა რასაც ინაგებოში მსგავსი რომ სამი კაცი წავსულიყავით და მივსულიყავით პოლიციის განყოფილებასთან მოსამართლოსთან რატომ დამისულიყავთ ერთეულებს წარმოგიდგენთ რა თქვენ განმარტავთ რომ ამ აქციის მიმდინარეობისას აქციის არცერთ მონაწილეს პოლიციელებისთვის სიკვდილი შეურაცხყოფა არ მოუყენებთ ხოს დიახ ეს ინფორმაცია თქვენ ამ პირებისგან შემდგომ რომ გაათავისუფლდეს მონახულიდან გამომდინარე ისეთ რომ თქვენად დააკავეს და არავის შეურაცხყოფა არ მოუყენებთ თუ ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადგილზე მე რამდენიმეს დაკავთქვა რომ წარმოიდგინოთ აი ეს ტერიტორია არის აი ამ ხელა თქვენი მაგიდიდან მოსამართლის მაგიდამდე ტერიტორია არის და უმეტესი მათგანი აბსოლუტურად ჩემ გარშემო ყავ დაჭერილი ნახეთ რო დავასრულოთ იქ როდესაც თქვენ დამარცხებთ სასამართლოს წინაშე არც ერთ მათგანს იქ ამ 10 მილიონი დაკავებული არ მომხდენია პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა თქვენ აქ გულისხმობთ იმას რომ თქვენი იქ ყოფნიდან გამომდინარე გაქვთ ეს ინფორმაცია და არა მხოლოდ იმით რომ თქვა ამ პირებმა მოგიხდეთ თქვენ ეს რა თქმა უნდა იქ ყოფნით და უფრო მეტიც უფრო მეტსაც გეტყვით უკვე შეძამეთ უფრო მეტსაც გეტყვით
ბატონი ბესელიას განასმავს ეს ინფორმაცია, შეურაცხყოფის მიყენების გამო კი არა. და სტიკერის დაკვრვის გამო ყავდა, მანაც დაიდასტურებს. ყველა დაკავებული ყავთ მაგის გამო. კი, მაგას მიდასტურებდა ბოლომდე სანამ არ გამოვიდა ქალები და არ თქოსო სხვა რამე ჩაუწერეს იქ. ანუ ყველა მათგანი 10-11 პერიოდს სტიკერის დაკვრვის გამო იმ მომენტში ის იყო დაკავებული ყველაზე ეს გითხრათ ბესელია. გითხრა რომ სტიკერის დაკვრვის გამო იჭერდა და გამოდის რომ ვახარ, ვისაც არ დაუკვირია ისიც შეიყვანს, მაგრამ ის ამბობდა ბოლომდე ჯიუტად რომ რატომ დააკავეთ სიადა ქათამიძე დავაკავეთ სტიკერის დაკვრვის გამო, რატო დააკავეთ ზიამაღლობენ დავაკავეთ სტიკერის დაკვრვის გამო, რატო დააკავეთ მათე ცენტრალიზაცია დავაკავეთ სტიკერის დაკვრვის გამო, არ დააკავეს დარღვევა და დაგაკავებ, ესეც ისმის არაერთხელ. ყველას აკავდნენ ამას ადასტურებს პოლიციას, ამას ადასტურებს. მეც იქ მყოფი ადამიანი, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში მოწმედაც ვიყავ გვერდით, ჩემ გვერდით რო წაიყვანეს ბავშვი, სტუდენტი მათე ცენტერაძე, იმას რომ არ შეუგინებია, ამას უწყვეტი ვიდეო გადაიც ადასტურებს და ჩემი იქ ყოფნა და ჩემი ყურითაც ვისმენდი რა ხდებოდა იქ. გავიგე. წერა განმარტეთ რომ იქ გოგონები დააკავეს და იმის დაკავება საერთოდ არ დაგინახავს. ასეა? კი, გოგონების დაკავება არ დაგინახავს. აქედან გამომდინარე, გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ აი გოგონასთან პოლიციის კომუნიკაციის დროს იმ ხმაურში მაგალითად უნდა სიჩუმეში და იქ ჩანს ეს კადრებიც არის გადაღებული, გოგონას მაგალითად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა პოლიციისთვის და ამის გამო ყოფილიყო დაკავება, რომლის დაკავება თქვენ არ დაგინახავთ. მაინც გამორიცხავს? იქ ყველას ხმა ისმოდა პრინციპში რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ აგავ თუ ჭუყურში ჩაუჩურჩულა ვინმეს რამე არ არის. არა, კურსში არ ჩამოჩურჩულა. არა, მაშინ ხმა მაგდა შეგინება, იმას არ შეგინებია იქ არავისთვის. ახლოს უდგარ პოლიციისთვის რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს, ამას გამორიცხავს, ხო? გოგონას შემთხვევაში რომლის დაკავებას თქვენ არ დაგინახავთ, ამას გეკითხეთ. ეს დაშვებების სფეროა. გამორიცხავთ, არ გამორიცხავთ, უპასუხა მოწმე ყურში ჩურჩულა არ ვიციო და სმენადობის ხო არეალში ეს არის ეს ძალიან დაშვებების სფეროა ბატონო. ბატონო სამართლე აქ საუბარი არის თუნდაც დაშვებები გაკეთდა ხო და ამიტომ მოწმის სანდობასთან დაკავშირებით ისმება ეს შეკითხვა რამდენად შეეძლო აი თვითონვე განმარტება არ დაუნახავს და აქედან გამომდინარე ვეკითხები ამ გარემოებას. ჩურჩულზე ვაკეთებ მაგრამ ვაზუზე ჩურჩულზე არ არის საუბარი სიტყვიერი კომუნიკაცია. გამორიცხავთ რომ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ მაგას რომელიც იქ დააკავეს გოგონების ამ შემთხვევაში მაგალითად ვსვავებთ თქვენვე რომ განმარტებით არ დაგინახავთ მათი დაკავების მომენტი მიეყენებინოს სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩურჩულის გარდა ჩვეულებრივი სიტყვიერი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ მე ბატონო პროკურორო ამ ქვეყანაში შეურაცხყოფასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ დააზუსტოს ბატონო პროკურორმა რას გულისხმობს შეურაცხყოფების სიტყვებით მოეხსენებინოს პოლიციის თანამშრომლები. ეს შეიძლება იყოს დინება ან უშუალო სიტყვებით მიმართვა პოლიციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონები არ დამინახავს როგორ დააკავეს, ჩვენ კი ძალიან ახლოს ვიყვართ, ამიტომ ხმამაღალ რაღაც შეურაცხყოფას მე გავიგონებდი აუცილებლად კიდევ ერთხელ ვამრავთ. იმიტომ რომ იქ იყო და მარტო მე ხო არ ვიყავ კაი მაქსიაზე უამრავი ადამიანი იყო ჩემთან ერთად, უამრავი ადამიანი იყო ჩემთან ერთად ეს მათე ჩემ გვერდით დაიჭირეს და ის გოგონები ვიღაცის გვერდით დაიჭირეს. რომ შევაჯამოთ, ესე იგი, მოცემულ შემთხვევაში ნაწილი დაკავებულების დაკავების მომენტი თქვენ არ დაგინახავთ, ნაწილი თქვენს კვალიფიკაცია და გამორიცხულია რომ რაიმე შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი აქედან გამომდინარე, ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე მაინტერესებს იმასაც გამორიცხავთ რომ მაშინ როდესაც თქვენი თვალთახედვის არეალში არ იყვნენ ეს პირები, მაშინ მომხდარიყო მათ მხრიდან პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფა. არ გამოვიცხავ ოდესმე ვინმეს თუ მიუღებდა. ოდესმე არა, იქ კიდევ ერთხელ გეუბნებ და მე ვიცი ვინც დავინახე და ვისგანაც გავიგონე, იმათ არაფერი ვარ გავუკეთე და წაიყვანე. სხვა შემთხვევაში სანდოობა მაქვს სხვა ადამიანებს ვინც მათ გვერდით იდგნენ, რომ ისინიც არაფერს არ გააკეთებდნენ, მაგრამ ეს არ გონია ჩემთან მიმართებაში ასეთი მნიშვნელოვანი იყოს ეს ამბავი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ ვინც დავინახე ზიამაღლობელ ტყუილად დააკავეს, დავინახე მათე ცენტერაზე ტყუილად დააკავეს, დავინახე ციადა ქათამიძე ტყუილად დააკავეს, დავინახე გაფარი ილმაზი თემურ ქათამაძე ტყუილად დააკავეს, დავინახე მახაზი ილმაზი ტყუილად დააკავეს, დავინახე ვაჟადარჩევ ტყუილად დააკავეს. 3 ადამიანი, 4 ადამიანი არ დამინახავს და არ ვიცი ახლა ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ისინი ასაკეთებდნენ ჩემთვის. მანამდე ასაკეთებდნენ ეს პირები, მანამ სანამ ამას დაინახავდით რომ თითქოს ტყუილად დააკავეს, როგორც თქვენ ამას განმარტავთ. 5-10 წუთით ადრე უნებრივია ყველას ადამიანები ყველას ხედავთ ყოველ წამს და ყოველ წუთს შეგიძლიათ თქვათ რომ რამდენიმე ხნით ადრე დაკავებამდე არ დაკავების მომენტში არამედ მანამდე არც ერთ მათგანს პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუღებია. ვინ ყველას გულისხმობთ? აი ვინ ჩამოთვალა? აი ციადა ქათამიძეს გამოვიცხავ რომ
15 წუთამდე შეურაცხყოფა მიეყენებინა, იმიტომ რომ 1 წუთში მისვლიდან დააკავეს. სხვები ჯვაჟა დარჩია 5 წამში დააკავეს ციალა და მათე ცენტრაზე ჩემთან ერთად მივიდა აქციაზე. ანუ ხმელა მათგანი უფრო მეცად გეტყვით ბატონო პროკურორი. ხმელა მათგანი მიზეზზე საუბრობთ თქვენი პატუხების არეალში იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ დაკავებამდე ესეა დიახ ვიზეც მე ახლა გითხარით კიდევ ერთხელ გეუბნებით იქ მისულზე კიდევ ერთხელ გეტყვით ნახეთ უფრო მეცად გეტყვით ეს არა მიღებული ალბათ რაღაც დავასრულოთ მე მინდა რომ უბრალოდ ჩვენ ეს გამოვიკვლიეთ და სასამართლოს მინდა შევახსენოთ ბატონ პროკურორსაც ყველა ეს ადამიანი მაქსიმუმ 8 წუთშია დაკავებული მისვლიდან ანუ წამებში აკავება მოწმე შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს პროკურორმა ამ თვალსაზრისით ეხლა 4 წუთი კოემასოვე ხა ხო ამ სიზუსტით მე ვიცი არავის აღარ ახსოვს და 4 თვის წინანდელი აი შევახსენოთ რომ 8 წუთში აგერ დაკავებულებია ასე ფაქტობრივად გაცემული რაღაცა შევამთავრებთ თუ დავამთავრებთ აი მაგალითად მათე ცენტრაზე შემთხვევაში უფრო კარგ რაღაცას გეტყვით ნახეთ იქ საუბარი რომ მიდიოდა მათ შორის აი მანამდე ხო არ აგინებდაზე პასუხი არის რა ბატონ გებუაძესა და მათე ცენტრაზე შორის საუბარი მიდის და ისე უნდა რომ შენო რა გჭისო რა და ვიღაცამ შეუსწრო რა შენობით რატომ მიმართავ და ესე უგნება გებუაძე მე და ამასო ისეთი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში რომ შენობით მიმართავ და შენ რატო ერევი ანუ მანამდე ნაგინები რო ყოლოდა ეხლა იმას პოლიციელი და გებუაძე რო ნაგინები ყოლოდა იმას იყო და ასეთ ურთიერთობა გვაქვს რომ შენობით მიმართავ ანუ ასე იყო ის ამბავი რეალურად ეხლა ის ორი გოგონა მე არ დავინახავს კიდევ ერთი გამო ხმამაღალი გინება და რა შეურაცხყოფა არ გამიგია იქ არა იმიტომ რომ თქვენ რაღაცას ამბობთ ესე თუ არ გავიგეთ ესე რო ყოფილიყო ნაგინები რო ყოფილიყო გებუაძეს ხო ეს რეაქცია არის ეს არ ვარაუდი და თქვენ აქ როდესაც მოგზაურობთ მოსვისა დასაკითხად თქვენ საკითხავს ის უნდა ვიპასუხოთ რა თქვენ დაინახეთ რა ზუსტად მე გიპასუხეთ ეს დამატებით გითხარი აი თქვენ შეიძლება სპეციალისტი ეს მე დამატებით იმისთვის რომ გასაგებია ის ისევე როგორც კაპიტანმა ეს დამატების საშუალება მივიცით პროკურორმაც განმარტება გააკეთა დიახ ელიმიში ეს მიკროფონი და ცოტა ხალხალაში ბატონო პროპოზიციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დიახ ამდენად ხშირად დადიოდა ზეამაღლობელი აქციების მე არასდროს არ მინახავს ზეამაღლობელი აქციას არ იმ დღეს აი კერტფენში ადროს მოვიდა და რა იყო მისი აქციაზე მოსვლის მიზეზი ზეამაღლობელი პროტესტი მაქვს ელექტრიკით ბატონებს რა ანუ კითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით რაიცის მოწმემ რა იყო ზეამაღლობელის აქციაზე მოსვლის რაიცის და ვა თვითონ არა მე რაც ვიცი იმაზე გიპასუხებ ზეამაღლობელი მე მანამდე არ მინახავს აქციაზე მე აქტიურად დავდიოდი აქციის მონაწილეებში და უყურებდი ზეამაღლობელი მე მანამდე არ დამინახავს პირველად დავინახე როცა სტიკერს აკრავდა პოლიციის სამმართველოს შენობას თქვენ მისი მოსვლის მომენტი არ დაგინახიათ აქციაზე მომენტი როდის შემოვიდა არ დამინახია მაგრამ მანამდე არ იყო რამდენიმე ზუსტად რომ მოვალე თვალი იქ არ იყო ზეამაღლობელი ნამდვილად თქვენ აღნიშნავთ რომ ეს არის ინციდენტი გებუაძესა და ამავე შორის უფრო მეტი რომ ვიცხათ ამასთან დაკავშირებით სად მოხდა ეს ინციდენტი როგორც თქვენ ამბობთ და რა უცხოეთ ამას წინ გამომივიდა მოვლენებზე ვისაუბრეთ პრინციპში მოვლენები იყო გაბაიძეების დაკავება რომელ შემთხვევაში წეგანდა ამავეც რომ გაბაიძეების მათ შორის და გაბაიძეების დაკავებისას ზუსტად შუაში მივავა რა ვიცი კადრებიც არის ამისი რომ იქ ვარ ზუსტად შუაში და არაფერი არ ხდებოდა იქ და რანაირი გინება არ იყო გაბაიძეების დაკავების შემდგომ მიდის გარკვევა იმისა თუ სად ყავთ ეს ბიჭები წაყვანი და რატო ყავთ დაკავებული რაზეც პოლიციის უფროს გაუშვებთ მაინტერესებს თუ იცით თქვენ რა საუბარი მიმდინარეობდა საუბარი მე არ მესმოდა საუბარი არ მესმოდა ის მომენტი თუ დაიწყო წამიერად დავინახე რაღაცას რომ საუბრა ასე ზუსტად როგორც მე კადრში დავინახე რომ დაწვის იყო მე ასე არ დამინახავს იტალიის წამიერად კიდევ ერთხელ გეუბნებით აი წამიერად აი თვალს რომ მოავლებ და რაღაცას დაინახავ რაღაც ლაპარაკობენ და რაღაცა ეს იყო მეტი არაფერი ასე რო გითხრათ რომ როგორც მე კადრში მაქვს ნანახი რაღაცა ასე გქონდა იმიტომ რომ იქ არ იყო მაგის საშუალება ხალხი დგას აქეთ პოლიციელები არის რაღაც ასე ვთქვათ მიმოსვლა არის ხალხი ასე რომ ზუსტად და უყურებდი და მიჩერებული ვიყავი და ველოდებოდი რომ იქ რაღაც მოხდება მასე არ მქონია ამიტომ ასე ზუსტად არ დამინახავს ზეამაღლობელი თუ იცნობ გაბაიძებს
სავარაუდოდ იცნობდა, რადგან ერთერთულად ის ნათესავებთან შეიძლება იცნოდა ამის. მე არ ვიცი ამ ინფორმაციებს არ. გეგუაძე და ზიანაღობელი თუ იცნობდა? არც ამას არ ვფლობს საერთოდ ამ ინფორმაციას. რა გაიგეთ? რატომ მომხდარა ეს კონფლიქტი და რა იყო განაცხენების მიზეზი მზიას მხრიდან აგრესიის გეგუაძის თუ ამასთან დაკავშირებით? განაცხენების მიზეზი რა იყო? მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, განაცხენებული იყო, არ ვიცი. პროტესტი მქონდა ტელევიზორშიც იყო, მე რომ მოხდა ფიზიკური აგრესია. რა იყო ამის მიზეზი თუ იცით? კიდევ ერთი ზოგადად საბატონი მზია როგორ გაახასიათებთ აგრესიულია, ვიქტორია, როგორ პრობლემა? ხალბატონი მზია როდესაც საბატონი მარიამ ძარცი გარდება, ჩემი პროტესტი იგივეს ეხება ხალბატონო მოსამართლე, მოწმეს ეკითხებიან რა გაიგე ტელევიზორში რა მოისმინე, ჭორად რა გაიგე. ეს არ არის მისი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით. ის რა გაიგო ეს არის უშუალოდ ინციდენტის შემოსევდა, იქ იმყოფებოდა და ინციდენტი რა გაიგე რა ეს რა ამ ფაქტს აუცილებლად ძირითმიცის და რა მოხდა რა ხელი ამ შრომაზე რა ინფორმაციას გქონდა ამას ვეკითხებით თუ იცით ორი ის არის რა ნახეთ როდის დაკავების შემდეგ გულისხმობთ ალბათ ხო ბატონიშო? აი მე გულისხმობ სწორედ იმ ფაქტს რასაც ვედავებით ჩვენ შესაბამისად, ხელის დარტყმის პროცესში აქციის მონაწილეებს საუბრობდნენ თუ არა რა იყო ამის მიზეზი? დიახ. გააქვთ განმარტება ხალხობარი. მისი მიზეზი თუ გაჟღერდა აქციაზე როდესაც კი ბატონო, გააქვთ განმარტება. არა მაქვს უპასუხო. ისმენთ ბატონო. კიდევ ერთხელ მე არ გამიგია და თქვენგან პირველად გავიგე ეს ან თქვენგან გავიგე პირველად სიტყვა რა წენა ქონდა ზიამაღლობელს გეგუაძესადმი და ეს მე არასდროს არ გამიგია შესაბამისად რაც აქციაზე არ განხილულა ასეთი ამ რაღაც პირადი მოტივები და წენა ქონდა ერთადერთი რაც ვიცი და მანამდე მე შესასვლელთან ჭიშკართან ეთერთურაძე და ზიამაღლობელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეხვდა როდესაც კვლავ გამეორებით მივედი ჭიშკართან რომ გამერკვიას არ იყვნენ და ისინი ცდილობდნენ ყველა ცდილობდა გაერკვიათ ეს ბიჭები რატომ დააკავეს და სად წაიყვანეს და მით უმეტეს ყველა არა მხოლოდ ზიამაღლობელი ყველა ადამიანი ვინც იცოდა რომ შინით ზემატყება მიმდინარეობდა არ ყვებდნენ როგორმე ეს ხალხი მალე შესულიყო ადვოკატები და ხალხი გადაგვეჩინა რომ არ ეცემა ტყუილ უბრალოდ ხალხი მე გიყო და მე წენაზე და პირად მოტივებზე არაფერი არასდროს არ მსმენია არც ტელევიზიის ფოტოშოპს არა მსმენია დავასწრებ პროკურორის კითხვებიდან გამომდინარე თუ შეიძლება ჩემი კითხვა ასეთია ბატონო აკაკი ანუ თქვენს იქ რომ იყავით პოლიციის წინ აქციაზე ჩემი კითხვა ასეთი ფორმულირებით იქნება ვინმე აქ ხელს უშლიდა ვინმეს პოლიციის ჭიშკარში შესვლაში და გამოსვლაში აქციის მონაწილეების მხრიდან ასეთი რამ თუ იყო ანუ ჭიშკარში შესვლა ვინმესთვის თუ იყო დაბრკოლებული არ ყოფილა, არანაირი დამყოლება არ ყოფილა, უფრო მეტიც ერთი სხვა შესასვლელიც აქვს მაგალითად სამართლოს, მაგრამ მაგასაც თავიდანვე არც იქ არ ქონია არავის პრობლემა გადაადგილების, სამნეჯერმე პოლიციელები გავიდნენ უკანაფარეს გადავდნენ შემოვიდნენ, ანუ არავის ხელს არ უშლიდა და საერთოდ კიდევ ერთხელ ხო ვამბობ, ჩვენი მოტივი, როდესაც მივედით, არავის არ ქონია მოტივი, რომ მიგონდა დავბანაკებულიყავით და პოლიციასთან უნდა ვეპროტესტებინა დარჩენილი პერიოდი სანამთავრობო არ შეიძლებოდა. ჩვენი მიზანი იყო მისვლა, პოზიციის დაფიქსირება, წამოშვა. რომ არ დაეკავებინა პოლიციას ციალა კათამიძე, სრულიად უსაფუძვლოდ და შემდგომ როგორც აღმოჩნდა სხვა რამის გამო უკვე, ანუ ისიც რომ შეეშალა კიდევ რა არის ისთვის უნდა დაეკავებინა და საერთოდ არც გავჩერდებოდით იქ მივიდოდით, რაღაც შესახილი იქნებოდა გავამარჯვეთ წავიდოდით სხვაგან. ეს იყო მთელი ამბავი მაგ. თავში უნდა გვეკითხა, მაგრამ პროკურორის კითხვებისთვის მნიშვნელოვანი იყო საერთოდ იცნობთ იმ ზიამაღლობელს? ზიამაღლობელს ვიცნობ პირადი ნაცნობამ ზიამაღლობელთან არ მაქვს, ვიცნობ როგორც ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელს ქალაქიდან არასდროს არადანაირი შეხება არ მქონია ზიამაღლობელთან. ოდესმე საუბარი ქონია მასთან? არა, ვერგუსენით რა საუბარი ქონია, ანუ შეიძლება სადღაც რაღაც კონფერენცია შეხვედრა და ვიცი, მაგრამ ანუ მოგითხრათ, ას პირადი ნაცნობა არასდროს არ მქონია. და ბატონ არც ახლა ავსო სამწუხაროდ, ჩემთვის სამწუხაროდ გალათონზიას, მაგრამ მალე გათავისუფლდება იმედი და გავიცნობ. ბატონ გეგუაძეს
გებუაძე როგორც პოლიციის უფროსს რამდენჯერმე შეხვედრილი ვარ ქალაქში, მათ შორის არის ბათუმობაზე ერთხელ რაღაცა ერთ სიტუაციაში მოხდა და ჭიქას აგიწევია ერთად თქვენ წარმოიდგინეთ. მადლობა. დავასრულე. მზიას დაკავების შემდეგ თუ ასე ვთქვათ გამოვიდნენ პოლიციის აღარჩენოსნები ხალხთან და განმარტეს რა იყო მზიას დაკავების მიზეზებზე საუბარი. ხო, რაც შეეხება პოლიციის აღარჩენოსნებს, მე მახსოვს ერთი ფაქტი, რომ აქედანვე მალევე დაბრუნდა რამდენიმე წამში ბატონი გებუაძე გარეთ და იმიტომ რომ უფრო მე ძალიან მიკრის მე ასეთი ის განვითარება რომ რაღაც ნაწყვეტი შემოხდა სადღაც რომ ისო მეორე დღესო ასე მткиვა და არაფერი არ ეთქობოდა ყოველ შემთხვევაში ასეთი ერთადერთი გამოდგებაზე მალევე შებრუნდა მას შემდგომ არც ერთი პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი გულისხმობ ამ შემთხვევაში ბატონ ბესელიას ბატონ გებუაძეს და მათ მოადგილებს უბრალოდ ბესელიას მოადგილეს ალბათ აი კაცის სახელით დამავიწყდა პოლიციელის ხო ათაბეგაშვილი ერთხელ გამოვიდა ათაბეგაშვილი გადაგვიღო ასე ვიდეო რაღაც გადაატარა ჩვენს და შევიდა აღარ გამოჩინდა მაშინ ბატონო თქვენ ასე ვთქვით გებუაძე რამდენიმე წამში გამობრუნებულმა რა ღონისძიებები გაატარა მოუწოდა ადგილობრივ შექმნები არა არაფერი რაღაც გამოვიდა რაღაც გადახედა გადმოხედა წავიდა კარგი და შესამჩნევ იმაზე ისაუბრეთ და რა ლოქა თუ ქონდა წითელი ეს გარემოება ხო მე რო დავფიქრე და ვიხსენებ ახლა რამე თუ ჭირდა იმ ადამიანს მეთქი არაფერი არ ჭირდა ნამდვილად ხო ლოქა წითელი ლოქა ყველა წითელი ვიყავით იქ იმდენი გვეჭირდაოს არ ვიცი მაგრამ არც პოლიცია ჩემთვის სახეში არ დაუტყავს, მაგრამ მეც წითელი ვიყავი. რა თქვენ ასე ვთქვათ განმარტეთ რომ ადვოკატების დაშვება არ ხდებოდა. დიახ. ვინ იღებდა გადაწყვეტილებას რომ ადვოკატები არ შესულიყო, ან ვინ ქმნიდა ბარიერს? თუ შეგიძლიათ ეს ამაში რა გადაწყვეტილება შეიღო? ბევრი კითხვა იყო, რომელიც არც მათ შორის ლოქის სისტემასთან დაკავშირებით ეს არ გამდინარეობს შუქოში ხელოსან ვარდინი გაკეთდნენ და გამდინარეთ პორტფოლიოს. მადლობა ალბათ გამოსახებით როდესაც ფასიდან ამ კუთხით შეკითხვა არ დასრულდა და შესაძლოა კითხვა პასუხი გაცა ეს კითხვა არ გაუპროტესტებდა რა საპროცესო კანონმდებლობა გაცემულ კითხვაზე პასუხს კარგი მაშინ მე შეგახსენებ გამოსულ გებუაძეზე რომ ისაუბრეთ თან გამობრუნებულზე რაიმე ნიშანი ვიზუალური გამოხატულების დაზიანების ხო არ შეგიჩნევით ხო თქვა ბატონო მოსალოდე და თან ადვოკატებთან დაკავშირებით ვინ იღებდა გადაწყვეტილებას ადვოკატების შეზღუდვაზე რომ არ შეეშვათ ბატონო სამართლე არ მოჩინება ეს გადაწყვეტილება შეკითხვას იმეორებ დროს გაკარგავ და რომელი კითხვა მოხსენეთ მაშინ მითხარით კარგი, განმეორებითი პირდაპირ მე შეიძლება ბატონმა აკაკის გაუჩნდა იმის გაგება რომ როდესაც მე ვსაუბრობ არ უნდა ისაუბროთ და თქვენ არ უნდა გიჭირდეთ ბატონო რაჯელის გაგება როდესაც მე ვსაუბრობ ვერ გავისაუბროთ და გაიგეთ გამოვიდეს ადვოკატებთან დაკავშირებით შეზღუდვებთან დაკავშირებით ბატონ ფორდიკეს ბატონ შეკას შეკითხვა არ დაუსვამთ ტელეფონი პირდაპირ დროს თქვენ შეზღუდული ხართ მათი შეკითხვები და ავიგე ისლა ლოკის სიტყვაზე რომ მოხსენეთ ჩამოყალიბება ის კარგი კანტონზე ხომ არა გავშეკითხა. ბატონო. ბატონო, ლოკაკი შეგიძლია წამდა რომ შეგიძლია და წარმატებებს ისურვებ და მშვიდობას ისურვებ. თავისუფლებას გისურვებთ გადაგამზადოთ.